მოგესალმებით, ეს არის გადაცემა გარემო და ჩვენ და მის სამყაროები იას ირანაშვილი და ლაშ ხარტიშვილი. მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემის თემა იქნება საქართველოს დღეები, მისი მდგომარეობა, მისი წარსული, აწყო და მომავალი. ტყის მნიშვნელობის ჩამოთვლას აღარ მოვყვებით, ალბათ მეტნაკლებად სკოლის ბიოლოგიიდან მაინც მაყურებელთა და მსმენელთა უმრავლესობას ახსოვს, რომ ტყეს უამრავი ფუნქცია გააჩნია და არა მარტო მერქნული, ასე ვთქვათ, რესურსის წყაროს დატვირთვა, როგორც ამას ბევრი მიიჩნევდა სამწუხარო წინახელისფლებაში, იმიტომ რომ ასე აწყობდათ ალბათ უფრო მეტად და არა იმიტომ რომ ნაკლებად ესმოდა. თუმცა ცოდნის პრობლემაც არსებობდა მათში და ჩვენ ეს ნათლად გვახსოვს თუნდაც მამალი ძროხის მაგალითზე, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის საყვარელი ფრაზა იყო. მაგრამ დავუბრუნდეთ უფრო სერიოზულ თემას, ვიდრე მამალი ძროხა, საქართველოს დღეები დღეისათვის არის უსერიოზული პრობლემების წინაშე. პრაქტიკულად არ ტარდებოდა არანაირი ღონისძიებები მათი შენარჩუნების, მათი აღდგენის, მათი ხანძრისაგან, პარაზიტებისაგან დაცვის თვალსაზრისით და უფრო მეტიც მოპოვება ხდებოდა მტაცებლური მეთოდებით და ძირითადად ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციული ინტერესების დაკმაყოფილებისათვის. მე ჩემი მხრიდან აუცილებლად უნდა აღვნიშნო და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აშკარად უნდა ყოფილიყო ამ ყოველივეში უმაღლესი თანამდებობის პირების ინტერესი, მათ შორის კახა ბენდუქიძის და თუ საიდან ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი ჩემის მხრიდან და ვისაც აქვს სურვილი შეუძლია დარეკოს 2-388-105-ზე და შემეგამათოს. კახა ბენდუქიძის მოადგილე გახდათ ვინმე ზვია ჭეიშვილი. შემდგომში ის გახდა სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამსახურიდან გაშვების შემდეგ ამ ადამიანს თან გადააყოლეს ტყის სფეროში ლიცენზიების გაცემის უფლება უკვე ეკონომიკის სამინისტროში. ამის შემდგომ დაახლოებით 1 წლის თავზე მან დატოვა თანამდებობა და დაიწყო მუშაობა დირექტორად იმ კომპანიაში, ჩინურ კომპანიაში, რომელსაც საკუთარი ხელით მიყიდა იმ დროისათვის გაცემული ლიცენზიების 72%. აღნიშნული პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონს საჯარო მოხელისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და ვფიქრობ და იმედი მაქვს და უფრო მეტის დარწმუნებული ვარ, ახალი გენერალური პროკურორი, რომელიც პრინციპულობით გამოირჩევა, აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს და კვალი მიგვიყვანს ჩვენ იმ ადამიანამდე, რომელიც ამბობდა, რომ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება საქართველოში, გარდა სინდისისაო. თუმცა საქართველოს დღეები საქართველოს სინდისია, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, მისი სილამაზის, მისი მატერიალური და სულიერი სამყაროს ძირითადი შემქმნელი გარემო ფაქტორი, ბუნებრივი ფაქტორი და შესაბამისად მისი ხელაღებით შეხვა, განადგურება, პირწმინდა ჭრა, ნებისმიერი ფერდობის დაქანებაზე ჭრის დაკანონება, ამითი ადამიანების სისხლის მოსპობა, პირდაპირ ვთქვათ, სინდის გაყიდვა და მეტი არაფერი. ეს ჩემი პირადი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ საკმაოდ ობიექტურ გარემოებზე დაყრდნობით გამყარებული და კიდევ ერთხელ ნებისმიერ მაყურებელს, ვისაც აქვს განსხვავებული ან ამდაგვარი აზრი, შეუძლია თავამად დარეკოს 2-388-105-ზე და საკუთარი განსხვავებული ან ამდაგვარი აზრი დააფიქსიროს. ამასთანავე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ინტერაქტივი მიმდინარეობს ამ ეტაპზეც ჩვენი გადაცემის Facebook-ის გვერდზე გარემო და ჩვენ, სადაც ამ წუთისთვის ესეთი მდგომარეობაა. შეკითხვა იყო დასმული ამგვარად, ხონდა თუ არა კახა ბენდუქიძის კორუფციული ინტერესი საქართველოს დღეების 49 იჯარით გაცემის პროცესში. 49 იჯარა იქნებოდა თუ 20 წლიანი, ამაზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ და რა განსხვავება ამ ორ შემთხვევაში შორის, მაგრამ იჯარით გაცემაზეა ამ შემთხვევაში საუბარი და ფორმულების სიზუსტე არ მგონია პრინციპული საკითხი იყოს ამ კონკრეტულ სიტუაციაში. მდგომარეობა ასეთია. საკმაოდ ბევრი ადამიანი არის ამ ეტაპზე უკვე მონაწილე ამ გამოკითხვისა. 207 ადამიანი თვლის, რომ ბენდუქიძეს ჰქონდა კორუფციული ინტერესი ტყეების გასხვისების ჩხილებში, რომ თქვათ და დაზუსტებულად რომ თქვათ იჯარით გაცემის პროცესში, ხოლო 196 ადამიანი თვლის, რომ არ ჰქონდა. პრაქტიკულად თანაბარი მდგომარეობა, ასე რომ მაყურებელს მოგიწოდებთ იაქტიურობთ თქვენი აზრი გამოთქვათ. როგორც ჩანს, აქ მაინც საკმაოდ საინტერესო შედეგები შეიძლება იყოს სახეზე, თუნდაც ჩემთვის მოულოდნელი. და ამასთანავე 21 ადამიანისთვის არის ძნელი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მოგესალმებით. საქართველოს სოფლიო მასშტაბით გამოირჩევა თავის უნიკალური ბუნებით და სილამაზით. აქედან გამომდინარე ალბათ ყველა ჩვენთან გასესტკივა მასზე გული, მით უმეტეს რომ ჩვენი ბუნების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განადგურებული არის, ტყეები პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი ტყეების აღარ არსებობს. როგორც იტყვიან ისინი, გარედან მტერს უბმავებს თვალებს და შიგნიდან მოყვარესო, რადგანაც ჩვენ ტყეების მხოლოდ განაპირა ხეების ორი რიგი არის შემორჩენილი. შეშემთხვევაში. დიახ. ასევე არის განადგურების პირას არის მრავალი ენდემური და სხვა ჯიშის მცენარეები და ხემცენარეები.
სიტუაცია ძალიან დაძაბული არის, ამიტომ აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და სასწრაფოდ ახალი ხელისუფლების მიერ ჩვენ ამ საკითხზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ბატონი თეიმურას კანდელაკი, ექსპერტი ტყის მართვის საკითხებში, საქართველოს დამსახურებული მეტყევე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ბატონ თეიმურას გააჩნდა თუ არა წინა ხელისუფლებას მეტნაკლებად წყობრი და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული სტრატეგია და რა მიზნებს ისახავდა მათი ქმედებები ამ მიმართულებით? მიცით რა ეს ისეთი ცოტა რთული კითხვა არის. უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო პერიოდში, ამ წლების განმავლობაში ძალიან ხშირად ტარდებოდა რეფორმები სატყეო სფეროში. იმის და მიხედვით იცვლებოდა, ესე იგი, მინისტრები გარემოს დაცვის, იცვლებოდა სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელები და შესაბამისად ყველა პერიოდში უკვე ხდებოდა საკანონმდებლო ცვლილებებიც და რეფორმების კურსიც იცვლებოდა. ამის შესახებ ჩვენ ერთხელ გვითქვამს და შეიძლება ითქვას, რომ დღეს სატყეო დარგის მართვა მთლიანად რასაკვირველია არ არის იმ ჩარჩოებში როგორც უნდა იყოს ის. მანთემროს ანუ საუბარი რაზეა? თუნდაც ასეთი ან ისეთი გერმანული ან სხვაგვარი რაიმენაერ მოდელში, რაიმენაერ მიდგომაში, ამაზე იყო საუბარი შეკითხვაში, ჯდებოდა თუ არა რაც ხდებოდა ამ წლების განმავლობაში. ანუ სახელმწიფო ინტერესები ახსენა იამ და გარდა პირადი ინტერესებისა, რაიმე ტიპის სახელმწიფო ინტერესი, მათ შორის ტყის შენარჩუნების, განვითარების, ამ სფეროში საქმიანობის ინტერესი თუ იკვეთებოდა რაიმე ტიპის სოფლიოში არსებული პრეცედენტის მიხედვით ან თუნდაც ორიგინალური კონცეფციის თანახმად. ამას ლაშა მე მივიდოდი აქომამდე, მაგრამ თუ ეხლა უკვე უფრო ჩამოვაყალიბეთ თქვენი კითხვა. დააზუსტეთ უბრალოდ კითხვა. ხო და დააზუსტეთ თქვენი კითხვა. იცით რა შეა საქმე? მე ისეთი აზრი მრჩება, რომ სახელმწიფომ აირჩია ის გზა, რომ ფაქტიურად არ შეესრულებინა ის ფუნქციები სახელმწიფოს, რაც აუცილებელია დღისათვის. რაში გამოიხატება ეს? პირველ რიგში ეს გამოიხატება იმაში, რომ არ ხდება სატყეო სამუშაოების არავითარი, ესე იგი, დაფინანსება. სატყეო სამუშაოები მარტო ტყის ჭრა არ არის. სატყეო სამეურნეო სამუშაოებში პირველ რიგში იგულისხმება ტყის გაშენება, ტყის დაცვა, ფიზიკური დაცვა, ტყის დაცვა ხანძრებისაგან და ტყის დაცვა, ესე იგი, მავნებლებისაგან, დაავადებისაგან. ალბათ საქართველოს ერთ-ერთი არის ახლა სოფლიოში და თუ ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომ ეს სამუშაოები უკვე აღარ ასრულდება. სატყეო მეურნეობას არ გააჩნია არც თავისი კონკრეტული ბიუჯეტი და ეხლა რო გითხრათ მე თქვენ და აიღოთ თქვენის მაჩვენებლები რაც აქვს შესრულებული სატყეო დეპარტამენტს ეს იმ დეპარტამენტს რომელიც ეხლა მოქცეული არის გარემოს დაცვის სამინისტროში უნდა მოექცეს როგორ ვიცით მაგრამ ენერგეტიკის სამინისტროში რო იყო და თქვენ ჯერ კიდევ იქ არის ბატონო ჯერ კიდევ იქ არის ხო ჯერ კიდევ იქ არის კი თქვენ წარმოიდგინეთ რომ ბოლო 11-12 წლის განმავლობაში ამ დეპარტამენტს სულ აი მისი ფუნქცია რა იყო და რა შეასრულა ნახეთ რა სულ 3 გექტარია გაშენებული და მე როგორც მე გამოვარკვე ესაც იმ ტერიტორიებზე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე 3 წლის განმავლობაში ბატონო 1 წლის განმავლობაში 3 გექტარი როდესაც ეს მოწყობლობები 1000 გექტრით იზომებოდა ხარ ვლაპარაკობ ბუნებრივი ესე იგი განახლების ხელი შეწყობის ღონისძიებებზე და სხვა სამუშაოებს. სულ 15 ლიცენზია აქვს გაცემული. ფაქტიურად იცით რა არის? არავითარი ფუნქცია მას არ გააჩნია ამ დეპარტამენტს. ესე იგი რა გამოდის აქედან? რომ სახელმწიფოს ინტერესები ბოლო-ბოლო ის სახელმწიფო ინტერესები რომელიც უნდა ჩამოყალიბებული ყოფილიყო სატყეო პოლიტიკაში. მაგრამ სატყეო პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია ქვეყანას. ეს დოკუმენტის საკითხიც არ იქნა მიღებული წლების განმავლობაში. არავითარი სახით სატყეო პოლიტიკა ჩვენ არ აქვს. რატო მოხდა ის რომ მით უმეტეს რომ თქვენ იცით კარგად რომ
ჯერ კიდე რამოდენიმე წლის წინ ეს 5-6 და შეიძლება 8 წლის წინაც ფაუმ გამოყო სპეციალური საფსრები რომ საქართველოში ეგეთი დოკუმენტი გაკეთებული იყო სადაც გამოჩნდებოდა სატყეო პოლიტიკაში ესე იგი რა უნდა ხელისუფლების რა მოითხოვს რას მოითხოვს ხელისუფლება ტყისაგან და თვითონ სახელმწიფო რას მიცემდა მას ეხლა რას მოითხოვს სახელმწიფო ეს გასაგები არის ტყეებისაგან რა შეიძლება მეტი ესე იგი მერქნის დამზადება რა შეიძლება მეტი ესე იგი რო იყვნენ დასაქმებულები ტყეში ეგ სახელმწიფოს ინტერესიც არის ალბათ მაგრამ თვითონ სახელმწიფო მიქით რა უნდა გაუკეთოს ამ ტყეებს ამაზე ერთი სიტყვას კი არ არის არა უკაცრავ ზარი იყო და გაწყდა დიახ გისმენთ ზარი უნდა ყოფილიყო შემოსული და გაწყდა ამიტომ დიახ ესე იგი მე მინდა მაინც იცით რა არის რომ ჩვენ ტელემაყურებელს მაინც უნდა უთხრა რომ სხვათა შორის როდესაც რეფორმები დაიწყო საერთოდ რეფორმები საქართველოში 90 წლიდან არა იცით რა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სატყეო მეურნეობის ძარღვში მარტო ის ეყოფა რომ ესე იგი მოხდა ძირითადი ესე იგი განხორციელდა ძირითადი ღონისძიება როდესაც მოხდა გამიჯვნა ტყეში მეურნეობის წარმოებისა და კომერციული საქმიანობისა სატყეო მეურნეობას აბსოლუტურად ჩამოშორდა ესე იგი ეს ფუნქციები რაც იყო კომერციული მაგრამ სატყეო მეურნეობამ შეინარჩუნა ის ფუნქციები რომ მას ჰქონდა სატყეო მეურნეობები რეგიონებში და მისი საშუალებით ხდებოდა ესე იგი სატყეო სამეურნეო სამუშაოების შესრულება ეს სამუშაოები აბსოლუტურად შეწყვეტილი იქნა და მე თქვენ როგორც იცით უკვე და ალბათ ტელემაყურებელები მას იციან ამის შესახებ რომ უკვე 2007 წლიდან გაუქმდა სატყეო მეურნეობები საერთოდ მთელი ეს ძალიან დიდი რაოდენობა მუშაკებისა ეს დაახლოებით 1800 კაციდან მაშინ რომელიც იყო დასაქმებული სატყეო მეურნეობაში დაცვის და იმის სამსახურებში დავიდა სულ რაღაცა 600 კაცამდე. უკაცრავად ბატონო თეიმურა სარი არის სტუდიაში და შემდეგ გამაგზავნებთ აუცილებლად გისმენთ? ხო, გამარჯობათ გენოცხორეთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. მე გინდათ ესე იგი რომ ამბროლაურში სოფერკლუხში უმოწყალოდ იჩეხება უნიკალური ჯიშის ხეები. რომელი სოფელი გადარჩება? 15 წელიწადია მაგისი ნაზვის კაკალი გადის ევროპაში. რომელი სოფელი გადარჩება? თლუღი. არა, ღები არა, სხვა სამოს. რომელი? სოფელი თლუღი, ამბროლაურის რაიონი, ხო და 4 სახერხია შემოძღაო გახსნილი და უმოწყალოდ იჩეხება ტყეები. კი ბატონო. ულევტკივა კუდები მაგის წოდვით რა. და ვინ არის ფლობელი ხომ არის შემთხვევით? პრობლემის სახელმწიფოა. იქ ამბროლაურში არის სატყეო მეურნეობის დირექტორი ზის და თუ დაგაინტერესებ დავკავშირდეთ და დაიწყალ ეს ხე. ვისია ლიცენზია გაცემული ვინ ჭრის? კაი გენოცვალო შემთხვევით. გაიხარეთ, დიდი მადლობა. არა ხო თლუღზე მართალი გითხრათ იცით რა ცოტა გაოცება შეიძლება იმიტომ თლუღში სოჭნარიდან ესე იგი დამზადებული თესლი ევროპაში ერთად აღიარებული არის იცით და არ უნდა შეხავდნენ და არ უნდა შეხავენ ეგ საოცრება არის რა ეს ჩემთვის მართლა აღმოჩენა არის რა ბატონო თემურაზ მოდით მიმდინარე მოვლენებს დავუბრუნდეთ ყველაზე ერთ-ერთი მთავარი ასე თქვა ამოსავალი წერტილი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა ტყესთან მიმართებაში ხელისუფლების მხრიდან იყო ორიენტირებული რაც შეიძლება დიდი ტერიტორიის, დიდი ფართობის ტყეების გასხვისებაზე. ასე უძახით ჩვენ ამას გამარტივებული საკითხი. თუმცა რეალურად საუბარი იყო უფრო ხშირად 20 წლიანი, ასე თქვა ლიცენზიის გაცემაზე, ტყის სარგებლობის კუთხით, გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემაზე ამ სფეროში. რეალურად თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელიმე მთლიანობაში რამდენი პროცენტია გაცემული, ასე თქვა გრძელვადიანი სარგებლობით საქართველოს ტყეების მიერ დაკავებული ფართობისა და ამასთანავე რამდენად მონოპოლიზებული იყო თუნდაც ამ სფეროში არსებული მდგომარეობა, ერთი-ორ კომპანიაზეა საუბარი, მრავალ კომპანიაზეა საუბარი და ამასთანავე საერთოდ გამართლებლად მიგაჩნიათ თუ არა გრძელვადიანი იჯარით გაცემა და რამდენად რეალურია რომ საქართველოს რელიეფის და სხვა თავისებურების განსხვავებით განთვალისწინებით უკაცრავად საქართველოში მიიღოს ინვესტორმა მეტნაკლებად სოლიდური შემოსავალი და ამასთანავე ტყის აღდგენა მოხდეს სრულფასოვნად. ეხლა იცით რა შეასაქმე
ჩვენ როდესაც 1999 წელს მიღებული იქნა ტყის კოდექსი, რომელიც ახლა ძალაშია, იქ ჩადებული იქნა 5 წლიანი და 20 წლიანი 5 წლამდე და ესე მოკლევადიანი და ხანგრძლივადიანი 2 წლამდე იჯარაზე გაცემა, მაგრამ იჯარაზე არა, ტყეზე უფრო მეტად არენდაზეა ლაპარაკი ვიდრე იჯარაზე. დიახ. ესე იგი ეს ფორმები დასაწყისში არ მუშაობდა, იცით? ეს გრძელვადიანი 20 წლიანი არენდაზე აღება მოსახლეობამ კი არა, ძირითადად ინვესტორებმა ეს დაიწყეს 2006-2007 წლიდან. მთელი ამ წლების განმავლობაში ესე იგი სულ არის დაახლოებით 69 ესეთი ლიცენზია გაცემული, დაახლოებით 170,000 გექტარია ეს დაახლოებით რამდენი პროცენტია საქართველოს ტყეებისა? ნუ ეხლა იანგარის 10%-იც არა, 8%, 7%. 8% საქართველოს ტყეებისა, ეგ არის. არც ცოტა მგონი ხო, მაინც? ხო, არა, ცოტა, ეხლა რა შეასახმე მე გეტყვით თქვენ. ძალიან ბევრმა მათგანმა მიატოვა ბიზნესი და როგორც იტყვიან, უპატრონო ხალხმა მიატოვა ბიზნესი ამ ხელტყის დამზადების სფეროში, იმიტომ რომ მე ეს არაერთხელ მithქვავს და კიდე გავემეორებ, რომ საქართველოს პირობებში რამდენი კომპანიაზეა დაახლოებით ხო არის სულ გაცემული? იცი რა, თითო იმაზე არის, ეს კომპანიები, ძირითადად კომპანიები, ეს კომპანიები, ახლა დარჩენილი არის 10-15 რა. აი 5 ბოლო წლების წელს გაცემული იქნა სულ 15 ლიცენზია. ანუ ამ 69 ლიცენზიიდან, ან თუნდაც 15 ლიცენზიიდან, რამდენი კომპანია ფლობს მთლიანობაში მათ? 5 კომპანია, 10? არა, უფრო მეტი კომპანიები არის, მაგრამ იცით რა, ბევრი არის ისეთი შემთხვევა. ხო, არის იცით შემორჩენილია, მე როგორც ვიცი რა, ეხლა დას ისამაქმე, ქართული 1, 2, 3 არის, მაგრამ ისინი დამოუკიდებლად არ მუშაობენ. ძირითადად არის ჩინური კომპანიები. ძირითადად ჩინური კომპანიები და რომლებიც ესე იგი ამზადებენ და გააქვთ განამარტო ჩინეთში. გააქვთ თელს, ესე იგი, აი ირანში მაგალითად ძალიან მოთხოვნა არის, ირანში გადის თურქეთში და ესეთ ქვეყნებში გადის, იტალიაში. რა საკითხი გააქვთ? მასალის მორების გატანა შემცირდა. შემცირებულია მორების, მაგრამ ეხლა ეგაც ფიცარი გაქვთ. გაქვთ ფიცარი და იშვიათად დეტალები ეს იმის საავეჯო დეტალები. რასაკვირველია, მე ვფიქრობ, რომ ესე იგი ის პერიოდი, როდესაც გადიოდა მორები კიდე კარგი რო შემცირებული არის. შემცირებული არის ეს მორების გატანა, მაგრამ ეს ფიცარის გატანაც არა, ჩვენთვის არ არის მაინდა-მაინც ის ხელსაყრელი. ფიცარსაც ბევრი მიყვება დამატებითი, ესე იგი ღირებული. ფაქტობრივად მაინც ნედლეულია, ფიცარი შუალედური რასაკვირველია, ჯობია რომ ადგილზე მოხდეს. ეხლა ფაქტიურად აი მე გეტყვით, იცით რა ძალიან მოკლედ ეხლა შეიძლება გადავიდე სხვა საკითხზე, მაგრამ 1600 ხის დამამუშავებელი პატარა საწარმოები არის საქართველოში დარეგისტრირებული. 1600. ტექნოლოგიების საკითხზე გადადიხართ? ბატონო, არა, ორი სიტყვით რა. აქედან 500 არის ავეჯის მწარმოებელი. 500 კომპანია, მაგრამ როდესაც დავინტერესდით და რომ გაგვეგო რომელია, ვერაფრით ვერ დავადგინეთ რომელი მოქმედი, რომელია და რომელი არაა მოქმედი. ანუ ამ საფარქვეშ ისე ხო, ამ საფარქვეშ ესე იგი ისე მიდის აი ესეთი მანიპულაციები, მაგრამ იცით ყველაზე საშიში მაინც ის არის რომ ძვირფას სახეობებზეა აღებული, ძვირფას სახეობებზეა აღებული ესე იგი ორიენტაცია და ისეთი საინტერესო ერთი დოკუმენტი შემხვდა, ეს ახალი დოკუმენტი არის, რომ ესე იგი რუსეთშიც ძალიან ცუდი მდგომარეობა, ჩინელები უტევენ ძალიან ციმბირს და რუსები არ მალავენ და იძახიან და სხვათა შორის მე ევროპაშიც გაიჟღერა ამან. ევროპის ქვეყნებშიც გაიჟღერა, რომ ჩინელებს ძალიან მიდრეკილება აქვთ ძვირფასი სახეობების გატანის. ბატონ თეიმურაზ, რამდენად ძიმეა საქართველოს ტყეების დღევანდელი მდგომარეობა და რა ნეგატიური მოვლენების საწედარი გახდა ყოველივე აღნიშნული? ეხლა საქართველოს ტყეების მდგომარეობა მე ვიტყოდი ძალიან ახლო კატასტროფულად. მე რა მალაპარაკებს და აი რა მაზლის უფლებას რომ ეს თქვა რა. ეს პირველ რიგში ეს მომატებული ვიცით აი ბოლო წლებში რაც ხდება ეს წყალდიდობები, რაც ხდება ღვარსუფები და უფრო მეც გეტყვით ეხლა თუ დააკვირდით თქვენ კახეთის
რაიონებში, კახეთის რაიონებში მით უმეტეს ძალიან ისეთ არის, იცით, ცუდი მდგომარეობა არის. ბატონო თემურას ზარი არის და გამოგზავნოთ უკაცრავად. წითელი ნათურა ნიშნავს მაყურებლის ზარს. გისმენთ? გისმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა ესეთი კითხვაზე პასუხი, როგორი იქნებოდა პროფესიონალების მხრიდან. აი გადაიჭება ხეები, ვიცით რომ ეკოსისტემა მთლიანად გაუარესებულია და არანაირი გამოსავალი, ესე იგი მუქ ფერებში ჩანს ყველაფერი და რა არის ის აუცილებელი, რითაც დაიწყეს? რითაც დაიწყებენ სპეციალისტები აი ამ მდგომარეობის განსაზღვრებლად მუშაობას, რა იქნება, აი რითი უნდა დაიწყოს აი ამ კატასტროფული მდგომარეობიდან გამოსulit რა საშუალება შეიძლება არსებობდეს. ამ კითხვის ამ კითხვას დავუბრუნდებით გადაცემის მეორე ნახევარში, ეხლა თუ შეიძლება ანთო გავაგზავნოთ არსებული მდგომარეობის შეფასებას და შემდეგ მივალთ იქამდე აუცილებლად. არა, იცით რა არის, მე ეს მინდოდა დამთავრებინა. ძალიან ჩვენთვის და მე გავცემთ ტექსტ სხვათაშორის ეს ქონდა ჩაფიქრებული ამ თუმცა ბოლოსკენ აუცილებლად დავუბრუნდებით. იცით რა არის, რა შეასაქმე და რაზეა ლაპარაკი რომ ეხლა იცით რომ წაბლია რა ყოველგვარი იმის გარეშე გადის საქართველოსთან რა. იმ ეგიდით რომ არის ისა ინდოტია გაჩენილი, არის ავადმყოფობა გაჩენილი და ყველა უკვე ლაპარაკობთ უკვე არ იმალება, იცით ის ფაქტორი არ იმალება, ფაქტი არ იმალება რომ დაზიანებული ხეები ძალიან ხშირად მიყვება ჯანმრთელი ხეები, იმიტომ დაზიანებული ხე და ჭია გავლილი ხე არავის არ აჭირდება, ხო ეგრეა რა ამეთანხმებით მე თქვენ. ბატონ თემურას ისევ ზარი არის სტუდიაში. გისმენთ? გამარჯობა, გენაცვალე. გამარჯობა. კახეთთან დაკავშირებით მინდა მოგითხროთ პატარა ინციდენტი. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. დიახ, ეხლავი ამ სუჩი კი. ერთი კვირის უკან გასვენებაში მივდიოდი და სადღაც დილის 6-7 საათი იყო მანავისკენ რომ გავედით უკვე ტრასაზე, ჩვეულებრივად ტრასაზე, ხედავდი რომ ტყეებია, ტყის მასივებია მანავის სოფლებთან ზევით, ტყის მასივებია და იქიდან გამოდიოდნენ დილადაც სამასვალები. კამაზები დაპირთული იყო, დაჭრილი, ესე იგი მთელი ღამე ჭრიან ამ მორებს, ალაგებენ სამასვალებზე და გამოაქვთ და მანავიდან დედოფლის წყარომდე რამოდენიმე ტრაილერი შეხვდა ესეთი. და მიხედეთ ძალიან გთხოვთ კახეთს. ხიან დატოვეს. მადლობ, ჩვენ როგორ მივხედოთ, ხელისუფლება უნდა მიხედოს. პირველ რიგში ჩვენ გავახმაურებთ და ჩვენ პოზიციას დავაფიქსირებთ. ამ თემას დავუბრუნდეთ, თქვენ იშვიათ სახეობებზე გადახვედით, უკვე საუბარი დაიწყეთ ამ თემაზე. წაბლის საკითხი მართლაც დღემდე აქტუალურია და არა მარტო ჭიათურას, არამედ ყიბულს, საჩხერეს და თერიქს სხვა რაიონებს მოიცავს, იგივე ხარაგაულსაც და ასე შემდეგ, სადაც იშვიათ სახეობის, მათ შორის წაბლზე ამ შემთხვევაში საუბარია, ხეები იჭრება იმ მიზეზით, იმ საბაბით უბრალოდ რომ თითქოს და დაავადებულ ხეებს შრიან მარტო. არა და მე პირადად საკუთარი თვალით დავწყობდი წელს ზაფხულში იმაში რომ როცა იქ ელისო ჩაპიძესთან მაშინდელ კანდიდატთან ერთად ვიყოფებოდი, როგორც ოცნების გარემოს ჯგუფის ხელმძღვანელი, რომ დაავადებული ხეები იდგა ფეხზე და მათ გვერდით ეყარა მოჭრილი ჯანსაღი ხეები, რომელიც უნდა გამოიტანათ, გამზადებული იყო გამოსატანად და თავად ასე ვთქვათ, ეს სურათი, რომელიც ყოველდღურად ხვდება იქ მოსახლეობას, გახდა პროტესტის საბაბი და მიზეზი უпростоრად მოსახლეობისთვის, რაც ძალიან კარგია, ისინი გააქტიურებული არიან, მაგრამ რჩება პრობლემა ის, რომ თვითონ რეგულაცია ჯერ შეცვლილი არ არის. და ამ ეტაპზე რა შეუძლია გააკეთოს თუნდაც გარემოს სამინისტრომ თუნდაც ამ ერთი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, თორემ გადაშენების პირას არის მართლაც ეს სახეობა და თუ ასე გაგრძელდა, გასაგებია რომ სერიოზული შედეგები იქნება სულ მალე სახეზე. ალბათ ყველა დამეთანხმება ვისაც შეხების წერტილი აქვს სატყეო დარგთან, რომ სატყეო დარგს ძალიან მკაცრი ხელი ჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ამ დარგში გასატარებელი. მე ხბარეგამ ეხლა გამოვიყენებ აი ამ ქალბატონის შეკითხვასაც უპასუხებ და ვიტყვი იმ კონცეფციაზე, რა კონცეფციას გაკეთდა ქართული ოცნების ესე იგი იმ ჯგუფში, რომელიც გარემოს დაცვის ჯგუფი იყო და თქვენ მას ხელმძღვანელობდით ბატონო ლაშა. დიახ. ჩვენ საინტერესო კონცეფცია გავაკეთეთ. მე ვფიქრობ და რაში გამოიხატება ეგ კონცეფცია. პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს? პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ის, რომ უნდა დამუშავდეს და დაიდოს სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. დიახ. პირველი დოკუმენტი ეს არის სატყეო პოლიტიკის, რომელიც სახელმწიფო მიიღებს და სახელმწიფო ცნობს იმ მიმართულებებს, ამ მიმართულებითაც უნდა განვითარდეს სატყეო დარგი
მეორე იმის შესაბამის სატყეო კანონმდებლობას და მესამე აუცილებელი რაცაა შექმნის სატყეო მეურნეობის განვითარებისა და აღორძინების სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც ექნება თავისი დაფინანსება და თავისი ძირითადი მიმართულებები. ეს რასაკვირველია ერთი თვალის, ესე იგი, შეხებით ტყის მდგომარეობას არ გამოასწორებს, მაგრამ იგი შეუქმნის ნამდვილად იმ ბაზას, როგორ უნდა გამოსწორდეს და უნდა გაკეთდეს. მეორე ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, რომ აი ჩემი აზრით ეს არის, რომ სატყეო მეურნეობას უნდა გამოიყოს, სატყეო მეურნეობას უნდა გამოიყოს ის ფინანსიური რესურსები, რომ მან შეძლოს იმ სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებულია ტყის აღდგენასთან. ბატონ თემურ, მესამე, ბატონ ჩაიკითხებით აქვე და შემდეგ მესამე. როგორ ჩვენ ვიცით თუ არაფერი შეიცვალა სამწუხაროდ ახალ ბიუჯეტში გარემოძებს სამინისტროს დაფინანსება შემცირდა, მართალი ენერგეტიკის სამინისტროში არის ჯერჯერობით სატყეო, ასე ვთქვათ, დეპარტამენტი, მაგრამ როგორც ჩანს გადმოვა ის გარემოძებს სამინისტროში და ამ შემცირებული ბიუჯეტის პარალელში ტყის წილი რამდენია ხომ არ იცით ან არა ძალიან საკმარისია? ტყის ძირითადი ტყის დანახარჯი ძირითადად არ მოდის, ესე იგი, აი იმ სამუშაოებზე, რა სამუშაოებზე გითხრათ. ხელფასი ეხლა მარტო გაიცემა იმ 491 ტყის მცველის და 23 ჩინოვნიკის, რომელიც არის გარემოს დასვაში. ბატონ თემურა, ზარი არის და ბაშები გამოგზავნოთ უშუალოდ. შემიძლია დავსვა? დიახ, გისმენთ? შემიძლია შეკითხვა დავსვა? რა თქმა უნდა. პირდაპირ ეთერში. მეგონ ახლა საუბრობენ, ხო და შემიძლია პირდაპირ დავსვა? შეგიძლიათ, გისმენთ. გისმენთ, ბატონ ჩემო, გისმენთ. გისმენთ. რადიოს აუწიეთ. საგამშვიდობისა, ესე იგი, რაც შეეხება ბატონ თემურთან მაგ შეკითხვა. ეს გესმით ხარ? დიახ, გვესმის, საგამშვიდობისა, გისმენთ? საგამშვიდობისა. ბატონ თემურთან მაგ შეკითხვა. რაც შეეხება ახსენა, რომ მორებთან დაკავშირებით რომ შემცირდა რაოდენობა გატანის. მე მგონი ჯობია დააზუსტოს კანონით აკრძალულია ესეთი რაღაცა. არ არის აკრძალული. მეორე მაინტერესებს რაც ეყრდნობა ჩატარებულია თუ არა მონიტორინგი, როდესაც ამდობს რა მდგომარეობაა, კვლევები დღესთან დაკავშირებით. და რატომ არ არის მე დავამატებდი ამ შეკითხვას? თუ დამეთანხმებით. მონიტორინგი და კვლევები. დიახ, და თქვენი ნებართვით ამ შეკითხვას დაკავშირებით, რომ რეალურად კარგი იქნებოდა, რომ ყველა მხარე იჭრეს. ბატონი თემური არის, მეორე მხარეც იჭრეს, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ რეალურად საზოგადოებამ შეაფასოს რა არის სიმართლე და რა არის ინფორმაცია, რომელიც ვისაღები იქნება. კარგი, დიდი მადლობა. შეკითხვა იყო ასეთი, რომ პირველი ნაწილი მე მგონი თქვენს გაიგეთ და მეორე ნაწილს რაც შეეხება მონიტორინგს, ესე იგი საუბარი იყო თქოს იმაზე, რომ ამხანად მეგობარს ეჭვიეპარება, რომ ეს ცუდი მდგომარეობა. ესე გამოვიდა მას, რამდენად სარწმუნოა მონაცემები ამაზე საუბრობდა და მე დავამატებდი ერთ რამეს, რომ მან იკითხა მონიტორინგი ხომ არ იქნება კარგი რომ ჩატარდესო და მონიტორინგის დავარქვით თუ ინვენტარიზაციას დავარქვით, ეს ტერმინები ახლა შეიძლება არ იყოს გადამწყვეტი, რატომ არ ჩატარდა ისიც იქნება განუმარტოთ ბატონს მაყურებელს და მსმენელს. ეხლა იცით რა არის მონიტორინგის ფუნქციები? გადაცემული აქვს სატყეო დეპარტამენტს და თუ სატყეო დეპარტამენტი არ ატარებს ამ მონიტორინგს, არა უნდა მივაკითხოთ მას ჯერ ეს ერთი, მეორე ერთი, რამოდენიმე სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაცია, მაი კერძოდ მწვანე ალტერნატივის მიერ არის ესეთი მონიტორინგი ჩატარებული და ძალიან საინტერესო შედეგები. და მე იცით რა არის, მე მიგვისვა ესე დასმა საკითხის. რატო ბატონი არასვამ საკითხს, რომ რატო არ გამოიყოფა ის თანხები, რომ ჩატარდეს ეს სამუშაო? კაი, აუერიცხეთ ჩვენა და ვთქვით. ერთი არა, ბატონ თემური. მოდი ისიც განვმარტოთ, რატომ არ მოხდა აღნიშნვა თქვენ საკუთარი ჯიბიდან ხო ვერ დააფინანსებთ საქართველოს ტყეების არა, იცით რა აღნიშნვა ან მე. აი, შეახსენოთ ეგ ისტორიაც და მე აღწარმოება უკვე მეორე რომ ესე იგი 90 წლის შემდეგ საქართველოს ტყეების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. საერთოდ ტყეების რაოდენობის დადგენა ხდება 3 ესე იგი სამუშაო შესრულებით. ესაა ტყეების აღრიცხვა, ანუ ტყეთმოწყობას უიძახიან, მეორე არის ესე იგი კადასტრი ტყის და მესამე არის ესე იგი მონიტორინგი. არც ერთი არ ჩატარებულა 90 წლის შემდეგ. ჩვენ ვლაპარაკობთ ეხლა და მე ძალიან ხშირად ვაქვეყნებ ხოლმე იმას ესე როგორც ითქვა მეცნიერული კვლევის შედეგებს, არა, ყველგან
ყველგან მითითებული არის რომ ესე იგი ეს არის საორიენტაციო ჩვენ საქართველოში არ ვიცით ტყე არ არის ეს იცით ისეთი პატარა ტერიტორია ეს არის საქართველოში უჭირავს მას დაახლოებით ეხლა რაც დარჩენილია იმას დაახლოებით 40% არ არის მაგრამ და 38 მაინც იქნება რომ 15% მაინც არის არა და ეგრე ერთი პიროვნება და ორი ვერ ჩაატარეს ეს უნდა იყოს რომ უნდა ჩადგეს და ჩვენ ესა გვაქვს რომ სულ ცოტა 5 წელი დაჭირდება რომ საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები შესრულდეს და ჩვენ გავიგოთ რა მდგომარეობა გვაქვს. მადლობთ ბატონ თეიმურა სარი არის სტუდიაში და განვაგრძობთ მე შემდეგ. ისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს ახლა ბატონ ლაშა თქვენ მე მგონი კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით ახლა ყოველ შემთხვევაში მინისტრი ხომ ყავდათ მოწვეული და ამიტომ ბედავა მის შეთავაზება. არა, მე საქართველოს ორგანოში არ მუშაობ. ხო, იცით რა მაინტერესებს? არ შეიძლება რომ მორატორიუმი გამოცხადდეს ცოტა ხანი ამ ხეების ჭრაზე, ამ გატანაზე, ამ მიწების მოჭრაზე, იმ 15 სანტიმეტრია თუ რაც არის და ყველაფერი რომ გაზიდეს. სანამ ჩვენ ამ კანონებს მივიღებთ, ხო, ეს აღარ იქნება აღარ წვე და აღარ ან და ხესების სინდაზე შეჩერდეს მორატორიუმი გამოცხადდეს, სანამ რამე გადაწყდება. ეს ხომ შეიძლება რომ ეს არის აუცილებელი მე მგონი. გეთანხმებით პირადად მე გარდა შეშისა, იმიტომ რომ შეშა არის ისეთი რესურსი, რომელიც მოსახლეობას გარდაუვალად ჭირდება, რა თქმა უნდა, კონტროლებადი რაოდენობით, ალბათ კარგი იდეაა, ძალიან კარგი იდეაა მორატორიუმის გამოცხადება. ბატონ თემურას თქვენ რას ფიქრობთ? მე იცით რას ვფიქრობ? გამოცხადება ვთქვათ იმის აკრძალვები და ისინი დღეს არაფერ შედეგს არ გამოიღებს. უბრალოდ სანამ სიტუაცია დაიწყება. სხვა ის ჭირდება. არა, სანამ სიტუაციაში გავერკვევით ალბათონი. ეხლა რაშია საქმე ის ლაშა და მე აი ტელემაყურებსაც მინდა უთხრა რომ ეს დამტკიცებულია და ამას ბევრი დამტკიცება არ ჭირდება რომ ტყეების გამოყენება მერქნის გადამუშავების თვალსაზრისით მოპოვებისათვის არა ძალიან წევს პირდაპირ აგდებს დაბლა ტყეების ხარისხს ხარისხობრივ მაჩვენებელს მაგრამ აი საშეშე მერქნის მოხმარება რაოდენობრივად არა რაოდენობრივად სპობს პირდაპირ ტყეებს იმდენად რამდენადაც მე ამის შესახებ არაერთხელ აღინიშნია და მithქვია რომ მოსახლეობას უკვე რომ არ აქვს საშუალება მოჭრას ისეთი სახეობები რომლის მოჭრა შესაძლებელია და არც წითელ წიგნშია შეტანილი და შეიძლება რომ ის მოიჭრას და შედარებით ის იაფასიან სახეობებად ითვლება არა შეშაზე შემდეგ ვისაუბროთ მაგრამ მორატორიუმის ზოგადად არ შეიძლება იცით როგორ გლეხს არა გარდა შეშისა გარდა შეშისა შეშა მთავარი არის როგორმე მოსახლეობა შეუწყოთ ხელი რომ ესე აქტიურად არ შევიდეს ტყეში და არ მოჭრას ეხლა ბატონლაში არ არის ეგრე თქვენ გონიათ მოსახლეს უხარია ტყეში შესვლა და ისეთ ძალიან ცუდ პირობებში მძიმე პირობებში შეშის მოპოვება და თქვენ გონიათ ცოტა უჯდება მაგრამ ის გაცილებით მაინც ის თავის შრომას ანივთებს და ამის ხარჯზე ხდება ესე იგი შედარებით იაფასიანად მოპოვება ამ ნედლეულის ჩვენ არაერთხელ თქვით და ეხლაც აღნიშნავთ იმის შესახებ რომ არის საშუალებები ძალიან ბევრ სოფელში სადაც შესული არის აერები ეს გაზი არის არა იქ შეიძლება და იქ მაინც ისევ ტყეს უყურებს მოსახლეობა იმიტომ ვერ იხდის ბატონ თემურას რამდენი პროცენტისათვის წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობიდან შეშა გათბობისა და სხვა საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დაკმაყოფილების ძირითად წყაროს ახლა გეტყვით დაახლოებით ესე იგი მე ეხლა 800,000 კომლი აქტიურად მოიხმარს შეშას 800,000 კომლი ესე იგი იანგარიშეთ რომ სამ მოქალაქეზე სამ ადამიანზე იანგარიში ხო 3-4 ადამიანზე იანგარიშები 400,000 სუმცირა ესე იგი დაახლოებით ნახევარზე მეტი იცით რა დაახლოებით ესე იგი იცით რაოდენობის მხრივ არის ახლა კომლის მიხედვით იცით ძალიან ძნელია ზოგიერთი კომლი და ზოგიერთ რეგიონებში 10 კუბამეტრს და 15 კუბამეტრს ხმარობს ზოგიერთი რეგიონში 6 კუბამეტრს სადაც ეს დაბალი რაიონებია და თბილი ზონა არის 2.5-3 კუბამეტრამდე მაინც ის ეხლა 91 წელს გაკეთდა საქართველოში ბოლო ენერგეტიკული ბალანსი შედგა სადაც აი ყველა სახეობა მე არ გაკეთებულა 2001 წლიდან
და იქ ნაჩვენები იცით რამდენი 8 მილიონი კუბომეტრი არის. ესე იგი, სამჯერ მეტი არის იქ ნაჩვენები, რომ ესე იგი მოხმარება მერხნის არის 8 მილიონი. ეს არის სამჯერ მეტი, რაც საქართველოს წლიური მატებაა ტყეების. ესა კატასტროფა. მაგრამ ჩვენ რო ჩავატარეთ ეგეთი გამოკვლევები, არა? და ეს სოფლიო ბანკსაც აქ იგივე გაკეთებული 2 მილიონი ნახევარ 3 მილიონამდე დადის ესა. ეს ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი. ბატონ თემურას, რა მეთოდებით არის შესაძლებელი მოთხოვნილება, რომ შემცირდეს მოთხოვნილება შესაძლებელი? იცით რა, შეშის ერთადერთი ჩვენ გვაქვს ეს ჩადებული კონცეფციაში ჩადებული, აუცილებლად უნდა შედგეს შეშის ალტერნატიული საწვავით შესulis რაღაცა პროგრამა, სახელმწიფო პროგრამა, რაღაცა სახელმწიფოს უნდა კონდეს ამ შემთხვევაშიც კეთილინება რა. რომ როგორ ერთ-ერთი მე როგორც ვფიქრობ და მგონია რა, ყველაზე არის ისეთი რეალური არის ის მდგომარეობა, რომ მე ამაზე ლაპარაკობდი და შევწყვიტე საუბარი, რომ ყველა სოფელშია თითქმის გაზი შესული, მაგრამ ვერ ხმარობენ. იმიტომ რომ ძალიან ძვირია სოფელ და მთელი წლის განმავლობაში ვერ ხმარობენ განსაკუთრებით ეს ზამთარში გათხოვების თვალსაზრისით. ამიტომ იმ სოფლელებს რაღაც შეღავათიან ფასში უნდა მიეწოდოთ ის გაზი. როგორ შეიძლება თბილისშიც და თქვა რაღაცა სოფელშიც 50 თეთრი იყოს, ესე იგი 1 კუბომეტრი გაზის ღირებულება. მოსახლეობა ვერ გადაიხდის ამას ფიზიკურად. ამიტომ არც არ თავს ის გაზ გასათბობად. აი შეიძლება სადილი გაიკეთოს სანიტარული მიზნით გამოიყენოს, მაგრამ მაინც გასათბობა და იმათ ისევ შეშაზე. ესე იგი ერთადერთი საშუალება, აი ყველაზე რეალური დღეს ეს არის. თუმცა ჩანაცვლება ანუ ბატონო? ჩანაცვლება გაზით ალბათ შეიძლება. ხო, გაზით, მაგრამ ისეთი გაზით კი არა, რომელიც არის იმ ღირებულების, რასაც დღეს თბილისში ჩვენ ვიხდით, არა? იმ გაზით, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი იმ კაცისათვის. სარი არის სტუდიაში? გისმენთ? შეკითხვა მინდა ბატონ თემურთან. გისმენთ? ბატონ თემური გისმენთ? დიახ. ალო. დიახ, გისმენთ? შეკითხეთ ბატონ თემურს გისმენთ? მოგესალმებით ბატონ ლაშა. გისმენთ? მოგესალმებით ბატონ ლაშა, მოგესალმებით თქვენს თუმას ბატონ თემურს. კანტონიას? მეც მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონ ლაშა, მოგესალმებით თქვენს თუმას. გისმენთ ბატონო, გისმენთ? მე გახლავართ აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი ზურაბ ლობჟანიძე. დიახ. მე მგონი უკვე ჩაუწიოთ რადიოს, რაღაც პრობლემა გაქვთ. რადიოს და ჩაუწიოთ ცოტა, თორე ეკოს პრობლემაა. რა მდგომარეობა დღევანდელ აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლო დარგის მიმართულებით და თუ უდგეხართ მხარში ჩვენს მოძრაობას, რომელსაც აგრარული უნივერსიტეტი ვენტოკიდის გარეშე ჰქვია. კი ბატონო. ეხლა რომ სატყეო მიმართულებით რო ცუდი მდგომარეობა არის, ეს ყველასთვის ცნობილია, ვის დაკავშირებული ამ საკითხებთან. 2 წელი ფაქტიურად სატყეო ფაკულტეტზე მიღება არ ყოფილა. საერთოდ მეორე კურსზე ყავს, ესე იგი, თუ არ ვწდები, ახლა ვიგეთქვით. მესამე კურსზე 8 კაცი, 8 სტუდენტი. და 3 კაცი ყავს მეორე კურსზე. და ნუ პირველ კურსელები არ ვიცით იმდენად რამდენადაც ერთად იქნა მიღებული რამოდენიმე ფაკულტეტი აგროტექნოლოგიური და მათ შორის მეტყევი და მე ვინ დაწერს განცხადებას და ვინ მოისურვებს გადმოსვლას, მე გავიგებთ. თანთებად შედარებისთვის მაყურებელმა დასვენებმა რომ გაიგოს, აი თქვათ გასულ წლებში თუნდაც 10 წლის წინ როგორი იყო, 10 წელი კი არა, 3 წლის წინას. აი რამდენი ადამიანს იღებდით მაშინ? ეხლა 75 დასწრებულზე 75 დაუსრულებელი. ანუ 150 დღევანდელი 8 საწინააღმდეგოდ. ხო, დღევანდელი 8 და 3 კაცი და მე ერთ-ერთ მიზეზად აი ამას ავთვლი. იცით, აი მაქსიმალურად მოიდომეს და ავტორიტეტი დაუწეს მეტყევეებს. და ასევე დასაქმების პერსპექტივის საკითხი. არა, დასაქმების 400-მდე იეგერი, ანუ მეტყევი არის დღეს ფიზიკურად და რამდენი იყო 1600. 11000 კაცი იყო დასაქმებული სატყეო. დღეს რამდენია? დღეს არის 400, როგორც ვთქვით, 491 პლუს 23. ანუ შემცირდა რამდენჯერ? ნუ ანგარიშეთ რამდენჯერ 4-ჯერ 5-ჯერ შემცირებული. არა, მეტჯერ გამოდის 11000 იყო? 11000 იყო ეს მუშებიანა და ყველაფრიანი. დღეს არის სულ 400. ხო. გასაგები, ესე დაახლოებით 200-ჯერ, ხო, ესე გამოდის.
მე მგონი თუ არ ვსწრები. ხო და იცით რა არის? ეს ძალიან მტკივნეული არის. ეხლა ჩემი რამოდენიმე ჩვენი კოლეგა გამოვიდა ტელევიზიაში მიცეს ისა და აღნიშნეს იცით გულის ტკივილით აღნიშნეს რომ აი ჩვენ კადრებიო არ აქვს იმ სატყვის დარგში. სატყვის დარგში ძალიან კაი კადრები იყო. ნუ იყო ხა კორუფცია ყველგან იყო. და რა გაკეთდა ხო იცით 27-ჯერ უკაცრავად 27-ჯერ შემცირდა ესე იგი დასაქმებულთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით ხო? დიახ ეს ხო ერთ-ერთი 27-ჯერ ძალიან მძლავრი დასაქმების ადგილი იყო ხო და აღმოჩნდა ის რომ სატყეო მეტყევები გაყარეს როგორც იწვია ტყეებიდან კორუფციული მიზნით შემოიყვანეს ძირითადად ესე იგი ძალოვნებიდან გამოსული კადრები ძალოვნებში ნაკლები იყო კორუფცია უკაცრავად ხო ერთი ნაკლები იყო და მე იცით რა დაანგრიეს საერთოდ დარგი ყოველი ამის შემხედრებით ძალიან მოსალოდნელია რომ ესე იგი არ მოსულიყვნენ სატყეო ფაკულტეტზე იმიტომ სამუშაო ადგილიც არ იყო სატყეოებრივი გაუქმებული იყო დასაქმება არ იყო და თანაც სულ კორუფციული და დღეს ის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები რომელიც რაღაცა სინანული იმით ტონით მაინც ლაპარაკობენ რომ მაინც ის განათლებული მეტყევე რომელიც შეიძლება კორუფციული იყო ჯობდა გაუნათლებელ და იმაში კორუფციულ აი ეგეთ ძალოვანს რო შეცვალეს და ძალიან ისეთი რთული პრობლემა არის და მე ვფიქრობ რომ ამას თუ არ მიხედავთ მეტყევების კადრები ჯერ კიდე არის ცოტა ხანში მართლა შეიძლება აღარ იყოს რა და აღარც პროფესორ მასწავლებელი დარჩეს მართლა დაიფაროს და აღარც მეცნიერი და აღარც ასე ვთქვათ თეორეტიკოსი ისეთ რა ძალიან ისე შემცირებული ახლა ყველა კვლევით ინსტიტუტია შემცირებული მათ შორის ეს ცნობილი გულისაშვილის სახელობის რამდენი დარჩა 6-7 შეიძლება 10 კაცი რა ახლა მე და რამდენი იყო თუნდაც 3 წლის წინ მთელი ინსტიტუტი აი მინდელის 9 ნომერი რო იყო მინდელის 9 ნომერი ის იყო ის აშენდა სპეციალურად ამ ინსტიტუტის და რამდენი თანამშრომელი ყავდა მესამე თანამშრომელი 150-200 რა და ქონდა თავისი ბაზები და ასე შემდეგ აღარაფერი არ არის იქიდან და დარჩა 10 ადამიანი დარჩა 10 ადამიანი 10-15 ადამიანი ალბათ და ეს არის სულ იცით რა და აქედან გამომდინარე მე ბატონო ლობჟანიძემ დარეკა იმას პასუხობ მე და ამას ვეუბნები რომ ესე იგი ერთი ის გარემო რომელიც შეიქმნა იქ და მეორე კარგით ზარია მაყურებელს პრიორიტეტია გვაპატიეთ კი ბატონო კი ისვენთ გამარჯობა ბატონებო და ქალბატონო მე აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი გეხმიანებით და გარდა იმ მიზეზების რაც დასახელდა დღეს იმასთან დაკავშირებით რატომ არ მოდიან მანდ მე მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს აქ აი ეგრეთ წოდებული ეროვნული ცენტრი რა სისტემით მიდის გადანაწილება და როგორ იცხავენ ისინი ვიღაცას რომელიღაც ფაკულტეტზე ამას ვერავითარ შემთხვევაში რომ მოინდომოთ ვერ გააკონტროლებს და ვერ გაიგებს ხო მაგრამ თუ ადამიანი ის რომ დასაქმება დღეს არც ერთი სპეციალობისათვის არ არის ეს ყველასთვის ცხადია გააჩნია შედარებითია მაგრამ მე რა მინდა დამეზუსტებინა მე რამითაც ვიცი სისტემა ესეთია რომ 5 სავარაუდო პროფესია იწერება აბიტურიენტის მიერ და შემდეგ ცენტრი როგორ მანიპულირებს მე არა იცით რა არის მე ამ ქალბატონს შეიძლება თქვენ დააზუსტოთ მაშინ ხო მე დავაზუსტებ მე ამ ქალბატონს იცით რა არის უпроსორეთ ამ ქალბატონის ეჭვს მინდა დავეთანხმო იცით ძალიან ისეთი საეჭვო ვითარებაში არ მოხდა 2 წელიწადი ამ ზოგიერთი დარგების დაკომპლექტება ეს ალბათ ეს ამ შეკითხვაზე მე ვთხოვდი ქალბატონ მაიას მიმინოშულს იქნება რაღაცა გაგვაკვიროს თორე იცით მართლა რაღაცა ისეთი ეჭვი იბადება რომ დარგზე რომელზედაც იყო განცხადება იყო 200-250 კაცი და იქიდან ვერ მოიძებნა 25 კაციანი ჯგუფიც კი ვერ შეიქმნა ერთი არა ეს ცოტა საეჭვო არის და ესაც ალბათ მისახედი იქნება ეს საკითხი რომ გავარკვიოთ მაინც რა მოხდა რა მოხდა გასარკვევია უდაოდ რა. ხო, მაგრამ მე რა ვერ გავიგე. ეს მარტო სატყეოზე კი არა, ეს მოხდა აგრონომიულზე, მოხდა მეღვინეობაზე, იმ სპეციალობაზე, რომელიც იყო აგრარული უნივერსიტეტის წამყვანი დარგები. და ამის შემდეგ მოხდა უკვე ის რეფორმები, რაც ამ უნივერსიტეტში ჩატარდა რა.
და ფაქტიურად ეხლა 2 წელი გარღვევა ყველას აქვს რა, ყველა აი ამ სპეციალობებს ყველას აქვს. ბატონ თეიმურაზ, მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა, საქართველოს მასშტაბით კიდევ რომელ რეგიონებშია ყველაზე რთული, განსაკუთრებით რთული ვითარება ტყის დეგრადაციის თვალსაზრისით და მაყურებლებს კიდევ ვთხოვთ, რომ თუ თქვენს რეგიონებში არსებობს ესეთი მძიმე სიტუაცია, დარეკოთ და მოგვითხროთ მათ შესახებ. ანუ რომელ რაიონებშია კიდევ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ტყის დეგრადაციის ისიც რა, ძირითადად იმ რაიონებში არის, სადაც აქტიურად მიდის ხე-ტყის დამზადება. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ დააკვირდით ალავერდის ეკლესიის ერთ-ერთი ღვთისმსახური გამოვიდა და თქვა წყალდიდობის მერე. რომ ესე იგი წყალდიდობის არა, რაც ჭრები დაიწყო იმ მიდამოებში, ახლა თქვენ იცით ალავერდის მდგომარეობა, იქ გვერდზე ტყი არა აქვს მაგას, მაგრამ ესე იგი საკმაოდ მოშორებით, მაგრამ ტყის დიდი მასივებია და იქ მიდის ჭრა, არა? იმის შემდეგ უკვე ალავერდიო დაანგრევის პირასაა მისულიო. ხალხო რაღაცა გააკეთეთ, რომ ეს ტყე გადაარჩინეთ. ამას არც მეცნიერი და არც ის არ ლაპარაკობს, ამას ლაპარაკობს, ესე იგი, ესე მსახური, რომელიც დააკვირდა, რომ გაცილებით მეტი, ესე იგი, წყალდიდობებია, გაცილებით მეტი საშიშროებია შექმნილი ბოლო წლებში, რაც იქ დაიწყო აქტიურად. კახეთში ცუდი მდგომარეობა. მე ხა თქვენ პასუხობთ. თუ გახსოვთ, აი მარტვილშიც იყო მაშინ ყოფილი ის პერიოდი რო იყო, როდესაც პრეზიდენტი ჩავიდა და ისა, წყალდიდობა იყო საშინელი. რა არის? მარტვილში ჭრები არის. ეხლა მარტვილი გამონაკლისი კი არ არის. ყველა იმ რაიონში, სადაც ცოტა არის ისეთი სახეობები, რომელიც არის საექსპლუატაციო, ყველგან იგივე მდგომარეობა არის. თქვენ იცით, რომ ადრე იყო ეს თიანეთის და დუშეთის მხარეში რომ ჭრები ტარდებოდა ძალიან აქტიური ჭრები. თქვენ გახსოვთ 2 წელი ზედიზედ რა ის იყო, წყალდიდობები იყო და ღვარცოფები იყო და წაიღო პირდაპირ სოფლები წაიღო სალეკა. ისე ვერ ნახავთ. ეხლა მე იცით ძალიან ისე თეორიულად ლაპარაკობ ამას, მაგრამ არაერთხელ მithქვია და კიდე გავიმეორებ. კახეთში რასაკვირველია ბუნებრივი სტიქია იყო. აი ეს გარდუვალი იყო, ხო დღეს ვერ გადაარჩენდა ამ სტიქისაგან, მაგრამ ვიმეორებ ძალიან ისეთი გამართულად რა. იქ რო ყოფილიყო ის ყოფილი საკოლმენური ტყები, რომელიც მომსპარია, იქ რო ყოფილიყო ქარსაფარი ზოლები, რომელიც აბსოლუტურად მომსპარია, შეიძლება ცოტა შეენელებინა ის ტრაგიკული ესე იგი შედეგები, რაც მოხდა იქ რო დაანგრია ამდენი და მთელი ხალხი. თუმცა იგივე ხაშურის სურამის წყალდიდობა შეგვიძლია გავიხსენოთ, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, ეს იყო შარშან, თუ არ ვცდები, 2011 წელს იყო ხო, მეწყერი რომ ჩამოწვა და 4 ადამიანი დაიღუპა. ამ შემთხვევაშიც ალბათ სავარაუდოდ ერთის მხრივ საუბარი იყო ფერდობზე ჩეხვაზე, ისე დაქანებაზე, სადაც არ უნდა მოხდარიყო ჩეხვა და მეორეს მხრივ საუბარი იყო იქ გარკვეული, ასე ვთქვათ, წყალსაცავის მოწყობის სამუშაოების დარღვევაზე. აქაც ჩვენ გვახსოვს იგივე თბილისის ტერიტორიაზე მაგალითებია. ის ლაშა, იცით რაშია საქმე? აი კურორტებიდან რომ მოდის ხალხი, არ განსაკუთრებით ეს თბილისელები, ვინც ისვენებს არა. სულ ყველა ერთი და იგივეს, აი საირმე აიღეთ. წაღვერი აიღეთ, ბორჟომი აიღეთ. ეხლა მე მართალი გითხრათ, გულწრფელად გეუბნებით, ბოლოხანებში არ აყოფილა, მაგრამ სასაუბრლებს აყვებიან იმაზე პლატოზე. პლატოზე და წავრად გაიჩეხაო კაცო. სხვა შორის წავრის საკითხი ძალიან საინტერესოა, კიდევ დამატებით სხვა თემად შემოდის. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მოდი რა დავარქვათ ამას, ხმები დადის, მოდი ასე რბილად ვთქვათ, იმის თაობაზე რომ კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა რუსული, ასე ვთქვათ, საოკუპაციო ჯარების მოქმედების შედეგიც ყოფილიყო რიგი ხანძრებისა, მაგრამ ძალიან ბევრს საუბრობენ, მათ შორის იგივე წავრელები და ბორჯომელები, იმის თაობაზე რომ თითქოს და ქართველების ხელიც ერია ტყეების, ასე ვთქვათ, ხანძრების გაჩენაში და არა მარტო წაღვარში. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ და კიდევ ერთი დამაიჭობელი გარემოება ამის თაობაზე ის არის, რომ რამდენად ჩემს ცნობილია, საერთაშორისო ექსპერტიზა არ ჩატარებულა სწორედ ამ ეკოციდის ნაწილში, კონკრეტულად ტყეების ხანძრების შემთხვევაში არ მოუთხოვია საქართველოს საერთაშორისო სათანადო ორგანოებისათვის ჩატარებული ყოფილიყო კვლევა, კონკრეტული ესე იგი ფიზიკური კვლევა იმის თაობაზე თუ რა მოხდა, რა გამოიწვია კონკრეტულად ეს მასობრივი ხანძარი, სადაც 1000 ჰექტარზე იყო. არა, იცით რა, იქ სხვა რაღაცა მოხდა, იცით.
ისეთი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოითხოვეს 2008 წლის შედეგები, ისეთი გეგმები წარუდგინეს იქა და ისეთი პროექტები წარუდგინეს, რომ გაოცდნენ პირდაპირ. ეს აღდგენასაც შეეხება. ხო, აღდგენა. ამიტომ ისეთი ღონისძიებები დაისახა, რომ წარმოუდგენელი, იცით რა, ეხლა იქ არის ისეთი ადგილები, ჯერ ერთი ისე რომ ნიადაგი დაიწყო, რას ქვია ნიადაგის დაწვა, მე მაგალითად არ მესმის რა. რეალურად არაფერი არ გაკეთებულა, მაგრამ მიზეზები საინტერესოა. მეორე ერთი ისე არის, მე იმ ღონისძიებები აღდგენა. თუ დამწვარია ნიადაგი არა, რას აღადგენ? მე ეხლა ისა იცით რა არის, მე ვატყობ რომ თავდება მაინც იცით რა აი კონცეფციაზე რომელიც მინდა ორი სიტყვი დავამთავრო რა არის ეხლა ორი მასე გითხარით და მინდა დანარჩენებზე ყურადღება გავამახვილო ესე იგი ეს თქვით რომ აუცილებელი ჩასატარებელი არის ის აღრიცხვა და ეს ტყის ინვენტარიზაცია რომელსაც სულ ცოტა გითხარით 5 წელი და ისახე და წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო? ბატონო? წლევანდელ ბიუჯეტში? არაფერი არაა ჩადებული. სამწუხაროა ძალიან. ყოველ შემთხვევაში ახლა ჯერჯერობით ჩემთვის ცნობილი არ არის. მე აუცილებელია მე აი ქალბატონს უკვე უპასუხე რომ აუცილებელია ესეთი პროგრამა გაკეთდეს ალტერნატიული საწვავის შეცვლის. აუცილებელია საქართველოში დაიწყოს. სხვათა შორის ძალიან კაი კვლევები გვაქვს და კაი შედეგები გვაქვს მიღებული. ეს USAID-ის იმით და გავაკეთეთ ჩვენ ეს არის ენერგეტიკული პლანტაციების გაშენება საქართველოში უნდა დაიწყოს, რომელსაც მართლა ბევრი სხვადასხვა დანიშნულების ფუნქცია აქვს. მერე იცით უნდა აუცილებლად უნდა რაღაცა გაკეთდეს ის გეგმა კი არა იცით 1000 ეხლა არის 2020 წლისთვის წლიებისათვის კეთდება ტყეების განვითარების ესეთი რამე საქართველოში არ გაკეთებულა დიდი ხანი ჩვენ არ ვიცით მომავალი წლის გეგმა რა უნდა გაკეთდეს და არც არაფერი არ კეთდება და 30 წლის შემდეგ როგორ რა იქნება ეს ჩვენ არა გვაქვს ესაგას მე ეს კადრებზე უნდა ვილაპარაკოთ რომ და გავაძლიეროთ აუცილებლად აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტი იმდენად რამდენადაც ეს ტრადიციული ფაკულტეტია მას შემოერთებული აქვს იცით არ შეიძლება 10 ინსტიტუტში ისწავლებოდეს ეს სატყეო და 3 და 4 კაცი ყავთ არა მანთებად დრო გვეწურება და ერთი ძალიან მარტივი შეკითხვა რომელიც ბევრს აწუხებს წინა საარჩევნოდ რამდენად ჩვენ ცნობილია სექტემბრის თვეში შეიცვალა ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება გამოვიდა რომელმაც მოხსნა ზღვარი ასე ვთქვათ სოციალური ჭრის პირობებში ზედაზღვარი თუ რამდენი კუბური მეტრი შეიძლება მოეპოვებინა ამა თუ იმ ოჯახს ამის გამო გახშირდა ძალიან ჩეხვა მოპოვება საშიშე ასე ვთქვათ მერხნული მასალის შეშის და რამდენად ჩემს არის ნობილი დღემდე ზღვარი ისევ არ შემოღებულა რამდენად სერიოზული საფრთხის შემცველია ეს მოვლენა და როგორ უნდა განისაზღვროს და იყო თუ არა რაღაც ცხრილები თუნდაც რეგიონების მიხედვით სად რამდენი კუბური მეტრი უნდა ყოფილიყო ოჯახზე საშუალო განანგარიშებით გამოყოფილი ეს იყო იცით რა ეს იყო კატასტროფა იყო ეს განკარგულება რა და მე სხვათა შორის ყოფილ მინისტრს მე ამის შესახებ ვუთხარი რა რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ეხლა რა ხდება იცით ვისაც აქვს? ეხლა დიდი მანქანებით უკვე აღარ შედიან დღეში. აი პატარა ისინი ყავთ, აი რო ეძახდნენ კალხოზნიკებს იმას. იქ 5 კილომეტრი ეტევა იმაზე. აი ყოველ დღე, ეხლა აი დღესდღეობით მე არ ვიცი, მაგრამ აი ერთი თვის პერიოდში ყოველ დღე თბილისის მიდამოში ყოფილ სოფლებში 1000-მდე ეგეთი მანქანა გამოდის. არა მარტო თბილისის თან საქართველოში მდგომარეობა ფაქტობრივად. საქართველოშიც ეს მდგომარეობა მე იმედი მაქვს მაინც იმედს ვიტოვებ იმისა რომ ჩვენი ეს კონცეფცია რომელიც დამუშავებული არის ალბათ ბატონი ბიძინას გაეცნობა და მეტ ყურადღებას მიაქცევენ იმიტომ რომ იცით ერთსაც ვიტყვი მე ძალიან აქ თხოვთ რომ იცით რა თუ მეტყევეს არ მიუბრუნდა სატყეო საქმეს მეტყევები არ მიუბრუნდნენ არავითარი შედეგი არ იქნება შეშა ვინ უნდა მოიპოვოს საქართველოში წესით და რიგით რომ ტყე გადარჩეს ტყე მეტყევე უნდა გამოიტანოს როგორც პური იყიდება ისე უნდა გზის პირას გაყიდოს და თუნდაც უფასო გადაცეს ის ლიმიტი რომელიც ეკუთვნის როგორ შეიძლება იცით ვისაც სოფლიოში ანალოგია არ არის არც ინდოეთი და ბანგლადეში არ არის ისა რომ ვისაც უნდა სურვილი აქვს შევიდეს ტყეში და მოჭრას ის რაც უნდა მას ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მადლობა თქვენს. მართლაც დასანანი არის დღევანდელი დღის მდგომარეობა, ნამდვილად დამაფიქრებელია და გამოსავალი უნდა მოიძებნოს პროფესიონალების რჩევით.
რათა გადარჩეს ჩვენი ტყის უნიკალური ბუნება. იმედია ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება ახალი ხელისუფლება გააცნობიერებს ამ მდგომარეობას და ჩვენ ერთად ვიბრძოლოთ მის გადასარჩენად. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დაარეკა, ვინც გვიყურა, ვინც მიიღო მონაწილეობა ინტერაქტივში და ვინც ღელავს საქართველოს მართლაც უნიკალურ ტყეებზე და ვინც აცნობიერებს იმას, რომ ტყე თავისთავად ძვირფასი და ლამაზია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ტყეები უნიკალურია, ამაში არ არის მხოლოდ და მხოლოდ პატრიოტიზმი გადამეტებული, იმიტომ რომ ეს მეცნიერული ფაქტია, საქართველოს ტყეების ძირითადი ნაწილი არის ხელთუქმნელი, რომელიც ასე ვთქვათ, მომდინარეობს ისეთივე სახით, როგორც ის შეიქმნა ბუნებისაგან, ღმერთისაგან, განსხვავებით ევროპის თუნდაც 96%-ისაგან, რომელიც არის ხელახლა გაშენებული და ნაკლები თუნდაც ესთეტიური თუ ტურისტული ღირებულების, ასე რომ ტყე ჩვენ გვჭირდება და მისთვის ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ტყე არ არის მარტო მერქანი და შეშა, როგორც ამას ზოგიერთი თვლიდა და როგორც ამაზე სამწუხაროდ ფიქრობდა გახაბედუქიძე და ჭეიშვილი, რომელთა კომპანიები და ვისთან დაკავშირებული კომპანიები დღესაც შეხავენ საქართველოს ტყეებს. დიდი მადლობა.